ყველა შემთხვევაში ძლივს მიყვებით კანდელისი გაკონდექნიკა. ჩანდა თვითონ უნდა იყოს პლანშეტი შემოგარგო, იმიტომ რომ პლანშეტი დღეს უკვე ძალიან იარგია. ეხლა ნახეთ რა არის, იმ პლანშეტის უკან როგორი ჩანდა ზგიდათ ისეთი მია. მაგრამ როცა მინდა პლანშეტია და როცა მინდა ჩანდა, ეხო მე ტექნიკის მოქმედებით ვებულობ. ანუ მე ცალკე პლანშეტს არ დავატვირთ, ცალკე კეისი არ მჭირდება დღეს, პლანშეტები გჭირდება ყველას. კიდევ კარგი მითხრა. თორემ მე უკვე გრაზდებოდი, როდის მე არ მჭირდება მე კეისი, რომელსაც კიდე ზედმეტად მივაკრო რაღაც, არ მჭირდება კეისი, რომელსაც დამატებით პუნქტი ჯიბე ჭირდება. ანუ სამწუხარო ჩვენ არ გვაქვს რომ ეს ყველაფერი გავიაროთ, როდესაც ერთი ელემენტი ასრულებს ფუნქციას, არ არის საჭირო რომ სხვა ელემენტი აკეთებდეს მის დუბლირებას. ეს ნიშნავს რომ სისტემა რთულდება. ყველა სისტემა უნდა აკეთებდეს ასრულებდეს მინიმუმ ერთ ფუნქციას. უარეს შემთხვევაში, უკეთეს შემთხვევაში ერთი რამ უნდა ასრულებდეს, რაც შეიძლება მეტ ფუნქციას. ანუ გამოდის რომ მე ახლა დამატებით რაღაცებს ვკიდებ ჩემ ჩანთას, რომელიც არ მჭირდება. ესე იგი ერთი მხარე თვითონ კეისის, ერთი მხარე მაქვს პლანშეტი და ვისაც მობილურს როგორ ვიჩვენებ, ვისაც რამხელა მობილური უნდა, ხო, ვისაც ჩანთა რამხელა უნდა, იმხელა პლანშეტი აქვს, გამიგეთ? ანუ ჩემი ჩანთა არის, ჩემი პლანშეტი, ხიბულობ იმხელას რამხელა ჩანთა და პლანშეტი წმინდა და ყველა დანარჩენი ფუნქცია რა ჩანთა აქვს ჩანთას და ჩემი კეისი ხდება ამავდროულად ის რაც მჭირდება. და დავამყაროთ, ანუ მე ცალკე ერთ პროდუქტზე ცალკე მეორე პროდუქტს არ ვიყიდოთ, ვყიდულობ ჩანთა პლანშეტს. მაგალითად დღეს ეგეთი პროდუქტი არსად არ არის. მაგრამ განსხვავება რა შეიძლება? განსხვავება იმაში, რომ პლანშეტი, რომელიც ჩამაგრებული იქნება ჩანთაში, იმიტომ რომ იმას აღარჩენება გარეთ პლასმასები, იმას აღარჩენება სხვა ელემენტები, ის იქნება უკვე ძალიან თხელი. ანუ რეალურად ის თხელი პლანშეტი, რომელიც არის, ის ფაქტურად თითქმის 50% წონის პლასმასების იმას ყველაფერს კარგავს. ანუ არის ძალიან კარგი, ეხლა ნახეთ რა არის, რას ნიშნავს მე მაქვს დაპატენტებული სასარგებლო პროდუქტი. სასარგებლო პროდუქტი დაპატენტება ნიშნავს, რომ მე ვაპატენტებ ასეთ кейს, ეს კომპანიები, რომელსაც მოუნდება ერთდროულად თქვენ რაც ჩამოთვალეთ, მაგრამ რომელსაც მოუნდება თავისი ჩამგანი. ანუ თავისი მობილურები ასე ჩამოთვალეთ, აუცილებლად ის უნდა იცოდეს. იმიტომ რომ მას ასეთი ჩამგანი გაკეთების უფლება არ აქვს და თუ მან გააჩინა პირობითად მაგ Samsung-ის მოყვარულები ხონდეს. Samsung-ის მოყვარულების გავაკეთეთ. ჩანთები ვასვაკეთებ. სწავლობ ბაზარს. ბაზარზე იქნება ამხელა ჩანთები, ამხელა ჩანთები და ამხელა. ყველაზე მეტი გასამართლებელი აქვს ამხელას. შო პირველი ვიცით, აი ამხელა ზონის პლანშეტი ჩანთების გაკეთება Samsung-ის მოყვარულებისთვის. წავიდა Samsung-ი, ეფლიქისია, ჩემი ინტერნეტ დაპატენტებული. ერთს მოუწევს უკვე აბიდეის ჩემგანს ეს და თუნდა რომ ეფლიქის ჩანთს იმიტომ რომ ამ მიმართულებით კლიენტებს დაკარგავს. ბაზარია კონკურენცია. ანუ თემა შეიძლება მოაბა კიდევ ყველაფერი, აბსოლუტურად ისე რომ პროდუქტი შეიძლება რომელიც გუშინ არ მოხდება, ეს ეცება ლიცენზიის. ეს მისთვის არის, თქო პატენტის აღებაა. პატენტი. 50,000. საერთაშორისო. მაგრამ მილიონაშვილი ვარ. ყველა ქვეყანაში აპატენტებს. მე ყველა ქვეყანაში ჩნდება არა, მე ჩნდება რა. ვინც ამ პროდუქტებს უშვებს. ჩინეთი, ტაივანი, კორეა, შემდეგ უშანები ევროპაში ვინც ყველაზე მეტი წარმოებელია, ჩინეთი, ნუ ჩინეთში პატენტი არ მუშაობს. არც იფიქროთ, ჯობია ჩინეთში ნახოთ პარტნიორი, რომელიც თქვენი ძმაკაცი გახდებოდა ჩინეთში თვითონ დაიწოს ბაზარს, სხვანაირად იქ არც იფიქროთ პატენტი არ მუშაობს და აი ეს არის. ისე რომ ხუთი ექვსი ძირითადი წარმოებელი ხარ, ძირითადი არის Apple, Samsung-ი, Nokia ჩაღვითა, იქ ვიღაცა იქის რაღაც. მე ვციტყვით თქვენ გავხდინარი იქიდან რომელი ქვეყნების კიდე ეს ბაზარი, აბა იმ ქვეყნებში დააპატენტებთ. ეს უკვე და შეიძლება 2000 დახევარ $3,000-მდე. პატენტი მიღებული აპრიშების გად მიიღოთ კონსულტაცია. შემდეგი
ძალიან კარგი და იფიქრეთ კიდევ ის დამატება შეიძლება რა ყიღა ეს მარტო ჩანთა არ არის. ეხლა ისე არ გამოგივიდეთ. პირველად როდესაც გამოვიდა ელექტრონული საათი გაჩნდა ესეთი არის ესე იგი რუსებმაც დაიწყეს ამ ელექტრონულ საათის კეთება. ხოდა მოდის რუსი ანუ სოფლიოში გაჩენილი აქვს ელექტრონული საათი. რუსებმაც გააკეთა მოდის ორი შემოდან მოჭრავს და დაუჩანდა ახედა გადაწია გამოწია აუ ამ ნიუ-იორკში ამდენია ლონდონში ამდენია აფრიკაში ტემპერატურა ის რა ეს საბჭოური საათი აუ რა მაგარია ო ეს მაგარია მაგრამ აკუმულატორი გემსალენ აუ მე ჩანთა არ აქციო და აკუმულატორად რომელსაც მე აღარ ეყოლება შემდეგი თემა ჩვენ უნდა დავუბრუნებული ვიყავით, ხო, ეს იყო თემა, რომელიც გიორგი, სადა გიორგი? ეს იყო თემა, რომელსაც წასვლამდე თუ რა და ეს რომელიც თემა არის? ხო. ეხლა მაშინ ერთი გამოვიდრო დაუბრუნო საკითხებს, რომლებიც თუ დაინტერესებს. მაგრამ მე მინდა თქვენ იცოდეთ რაღაცა ძირითადი საკითხები. რომელიც ყველა თქვენ იდეას მოერგება. თუ კი რაღაცა ფუნქციას, რაღაცა ოპერაციას ასრულებთ, ამ ოპერაციას დააკვირდით კიდე რა შეიძლება გამოიგეთ. მეორე ის ნაშთი რაც რჩება თქვენ ოპერაციის შედეგად სად შეიძლება გამოიგეთ. თქვენ თვითონ მოძებნეთ თქვენ პროდუქტში ყველა უარყოფითი მხარეები, დღეს სხვა იტყვის რა აქვს მას სუდი. იმიტომ რომ უარყოფითი გითხარით ამავე დროს არის დადებითი. და დადებითი რომელიც გაქვთ, რა შემთხვევაში შეიძლება გადატრიალდეს უარყოფითად და რა შემთხვევაში შეიძლება გადატრიალდეს დადებითად. ანუ სამწუხაროდ იმის გამო რომ საბედნიეროდ ის გაურბუნებაში აბსოლუტურად ყველაფერი გაწონასწორებულია. არ არსებობს არაფერი, რაც გაუწონასწორებელია. ყველა დადებითს შეიძლება იმდენივე უარყოფითის მომთხოვნი ჰყავს. ჩვენ რაც მოგწონს, ის აუცილებლად ვიღაცას არ მოგწონს და პირიქით რაც ვიღაცას მოგწონს, არ მოგწონს ჩვენ. ის რაც ჩვენ არ მოგწონს, ვიღაცისთვის პროდუქტია. არ ვფიქრობ, რომ ის მაშინვე გადასაკლებია ურნაში, არც ერთ შემთხვევაში. უარყოფითშიც ეძებეთ მომხმარებლებს. იმიტომ რომ ის პროდუქტია. ის რაც ვიღაცასთან არის უარყოფითი და გადასაგდებია, დაინახეთ დადებითი თქვენთვის.